აი ეს ხვა არის, ვიცი რომ თუ დავარტყავს თავში გამითეკავს თავი, მაგრამ მაინც დავარტყავს და გამიტეხა თავი. იგივე არის, ნახე, ეს არის ჩვენი პენკრიასი. ეს გეხმარება დიდი ხანი იცოცხლო ჯანსაგად, მაგრამ ჩვენ საკვები ისეთი ვიგებს, რომ მთელი დღე იტანჯება. ბილიონობით ადამიანი დედამიწაზე დღეს ან ინსულინის რეზისტენტია, ან დიაბეტია, ან პრედიაბეტი, რომელიც სიტყვამე არ მომწონს და არ არსებობს, ან დიაბეტიანი ხარ და ან არა ხარ. და ამ პრობლემით, პრედიაბეტი, დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტით დაახლოებით 500 ტიპის სხვადასხვა დაავადებით არის დაავადებული მსოფლიოში ბილიონობით ადამიანი. ბეტა უჯრედები აკეთებს ინსულინი, რომ სისხლიდან მოიყვანოთ ზედმეტი შაქარი. თქვენ ჭამს ისევე კიდე ცომეული და შაქრები, ბეტა უჯრედები კიდე. 20 წლის ბიჭი ან გოგო 100 საწმელი რო ჭამო და ის გოგო და ბიჭი 60 წლის რო გახდება იგივე საწმელი რო ჭამო, ბეტა უჯრედები იგივე არ არის. როცა დიაბეტიანი გახდება ადამიანი, მეტფორმინი არის, სოფლიოში ერთ-ერთი ეგეთი წამალი, რომელიც გაძლევენ. ის ეუბნება პენკრიას, ბეტა უჯრედებს, მოდი რა, კიდე გააკეთე ეს მეტი ინსულინი, რომ ეს ადამიანი უფრო დიდი ხანი შეუძლიოთ, რომ იგივე წამასმა. მაგრამ თუ თქვენ მაშინვე მიხვდები, რომ არა, მე დიაბეტიანი გავხდი, გასუხდი, ან წემი გვიძლი გაცხიმიანებულია, კოლესტერინი მომატებულია, ცუდი, კარგი ქვეძახიან. მაშინ თუ სიამცირე თქვენ საწმელი ჭამა ან შეიცვალეთ, მაშინ ეს პენკრიასის ბეტა უჯრედები დიდი ხანი, შეიძლება 100 წელიც იცოცხლო, თუ ეს ბეტა უჯრედები იქნება ჯანსაგი. კვება პირველია, მეორე არის სხვადასხვა პრობლემები. კვებით შეგიძლია ამ ბეტა უჯრედების შენარჩუნება და ამ პენკრიას, რომელიც მე ყოველთვის ვეუბნები, პირველი ორგანოა ორგანიზმში უნდა მიხედო. პენკრიასის თუ კარგად არ მუშაობს, მერე გული ვეღარ იმუშავებს, ტვინი ვეღარ იმუშავებს, გვიძლი თავისთავად და სხვადასხვა პრობლემები იქნება. ამ პენკრიასის ბეტა უჯრედები ან პენკრიასის შენარჩუნება როგორ ხდება? ეს ხდება პირველ რიგში საწმელი ჭამის მერე სიარული, ეს პირველი. მეორე არის საწმელი ჭამამდე რა მოგიხდა, რომ ბოსტნეული ჭამო. მთელი საქართველო არის დეფიციტში ბოჭკოში. მთელი საქართველო კი არა, მთელი სოფლიო. ბოჭკო არ ჭამენ, ჯერ ჭამე ბოჭკო, ბოსტნეული ჭამე, მერე ჭამე სხვა საწმელი, პენკრიასის გეტყვი, მადლობა. მადლობელი ვარ თქვენი, რომ ეს ბოჭკო რო ჭამე პირველი, მერე მირთვი სხვა საწმელი. და ცომი და შაქარი. ან დაანებე, ან შეამცირე. 3 საქციელი გაცოცხლებს დიდი ხანი. შეიძლება 100 წელიც სულიკავი ჯანმრთელი და ბედნიერი.